თუ შეღმერთს ხედავ, ის ღმერთი არ არის. იმიტომ რომ ღმერთი უხილავია. ანუ გრძნობათა ორგანოებით ნამდვილი პირველსაწყისის დანახვა და გაგება და შეუძლებელია. ნიშანი. და ეს ამოჭერით. ეს რა ქვია? ესეთი მაგრამ აი ამ რეალურად ამ ძველ ყველანაირ არქეტიპებს დღეს ცოდნე ჭკვიანი ადამიანები ხო იყენებენ ისევ აი ამ არქეტიპებს ხო იყენებენ ადამიანებზე ზემოქმედების მისაღებ ზემოქმედებისთვის გასაშიფრად გასარკვევად ფსიქოანალიზის წინამორბედია ეს ხომ ასე არის კი ბატონო და თუ შენ ამას ფსიქოტროპულ იარაღად გამოიყენებ ეს შენი საქმეა მაგრამ ეს არის ცოდნა აი რო აიღო იგივე ასტროლოგია მოგწოს არ მოგწოს ეთახმები არ მეთახმები არის ელემენტები მიუხედავად იმისა რომ შენ თუ ხარ რა ხარ ზოდიაქით არ ვამბობთ რომ სულ სხვა ზოდიაქი წაგიკითხონ შენ იტყვი რომ კი ეს არის ანუ ყველგან იპოვი რაღაცას, იმიტომ რომ არ არსებობს სუბთა ფსიქოტიპები, არ არსებობს. ყველა არის ნაზავი ფსიქოტიპები, ხომ ასეა? მაგრამ იმიტომ რომ ამ ასტროლოგიის, ამ ტარომაროს საფუძველზე მე იგივე რა გააკეთა იუნგმა. რა გააკეთა, თქვა იგივე მირჩა ელიადების ყველაფერი შეკრიბა რაღაცები გააკეთა, მისცა ფორმა და თქვენს რომ ეს არის ის ფსიქოლოგიური რეალობა, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია შენი ცხოვრებისთვის, ვიდრე მატერიალური რეალობა. ბევრად მნიშვნელოვანია შენი ფსიქიკა. შენი რატოა ახლა მაგალითად ესეთი პრობლემა ბიოეთიკის, ხელოვნური ინტელექტი? აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რეალურად არსებობს ის თუ არა. შენი გეწყება ადიქცია, როგორც შენი ფსიქიკა და შენი რაციო ჩაერთვება იმაში და ის ხელოვნური ინტელექტი იმან იცის. მთელი კაცობრიობის ცოდნა ბიბლიოთეკებია შეღრილი. ის პასუხობს მომენტალურად, იმიტომ რომ მასში ინფორმაცია და შენ როგორც კი იწყებ მასზე შენი ემოციური განწყობის ზედებას გიყვარდება. მე რა რო ის ფიზიკურად არ არსებობს. შენ გწერს მესიჯს ხელოვნური ინტელექტი და მიჯაჭული ხდები. ფსიქიკისთვის სულ ერთია ეს რეალურად არსებობს თუ არა.